ძალიან ბევრი რამე ჩვენ ცხოვრებაში დამოკიდებული არის, მეგობრებო, იმაზე, რამდენად კარგი მიმღებლები ვართ. მრავალი ოცნება გვაქვს ადამიანებს, იცით, თქვენ სურვილები გაქვთ, რომლისთვისაც იბრძვით კიდევაც. ცდილობთ კიდევაც და მე არის ასეთი ფენომენი, მრავალი შეუსრულებელი ოცნებისა, მრავალი გაცრუებული იმედისა და ბიბლია ლაპარაკობს, რომ გაცრუებული იმედიო ძვლების მჭამელიაო. მეგობრებო, იმედები იმიტომ კი არ ცრუდება, რომ როგორ თქვა, რომ არ გაგვიმართლა, ბედი არ გვაქვს, ცუდ ვარსკვლავზე დავიბადეთ, რომ მშობლებმა ვერაფერი გაგვიკეთეს. მომისმინეთ ყურადღებით, რასაც გეუბნებით. სურვილები და ოცნებები ამის გამო არ ცუდდება. რა თქმა უნდა, ეხლა დაცემულ ქვეყნიერებაზე ვცხოვრობთ, წინააღმდეგობებში გვიწევს გავლა, მტერი გვყავს, რომელიც მუდმივად ცდილობს გაგვძარცვოს, მოგფაროს, ეს მე არ მithქვავს იესომ თქვა ეს ყველაფერი, მაგრამ ძვირფასებო ბიბლია ასევე გველაპარაკება, რომ მართალი კაცის სურვილები შესრულდება. ღმერთზე მინდობილი ადამიანის სურვილები აღსრულდება, უამრავი დაპირება გვაქვს ბიბლიაში. უამრავი აღთქმა გვაქვს ბიბლიაში, თუმცა ქრისტიანები აქ ერთ შეცდომას ალბათ უშვებთ, რომ თაობიდან თაობამდე რომ ასე დავიჯერეთ, ასე ვიფიქრეთ, რომ ეს ყველაფერი ავტომატურად მოხდება, ეს ყველაფერი ჩვენს გარეშე მოხდება, ან შესაძლებელია აი აქ ვერ ვიპოვოთ კავშირი, რომ ნუ ეხლა კარგი მსმენელი ვიქნები თუ მიმღები ვიქნები თუ არ ვიქნები, ნეტავ რატო უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, რაც შეიძლება ხვალ მოხდეს ამ კვირაში თუ შემდეგ კვირაში მოხდეს ჩემს ცხოვრებაში. მეგობრებო, ეს თუ არ გჯერა, საერთოდ მიკვირს აქ რატო ვართ. ის ადამიანები, ვინც მაგალითად დღეს აქ არ არიან და კიდევ არ მოვლენ, ჩვენზე ჭკვიანები ყოფილან მაშინ. უბრალოდ დროს არ ხარჯავენ ამაოებაში. ხანდახან ეკლესიაში შემოივლიან, ეს საკმარისი იქნება, იმიტომ რომ თუ ეკლესიაში მოსვლა, თუ ეს სულიერი დისციპლინა პირდაპირ მასში არ არის, მეგობრებო, იმაზე, ვინ ვიქნებით, რა გვექნება, ან რა დანაკარგები შეიძლება მივიღოთ, გესმით? მაშინ ჩვენ ლეგალისტურად ვიქცევით, ეს ტერმინი კარგად უნდა დაიმახსოვროთ და გაიგოთ. ლეგალიზმი ეს არის მხოლოდ რაღაცა გარეგნული ფორმებით ცდელობა ღმერთის კეთილგანწყობის მოპოვებისა და ყველა რელიგიას აქვს ლეგალიზმი. ყველა რელიგიას ახასიათებს ლეგალიზმი. ლეგალიზმის პრობლემა იყო იუდაიზმში, მეგობრებო, რომ მთელი ეს სისტემა გადაქცეული იყო მხოლოდ რაღაც გარეგნულ გამოხატულებაზე, გარეგნულ თაყვანისცემაზე, მხოლოდ პირით ლაპარაკზე და არა გულის მდგომარეობაზე, რაც იესომ ყოველთვის განიკითხა მათში, მეგობრებო. დღეს მე არ გამიჭირდება რომ გითხრათ, რომ თანამედროვე ტრადიციულ ეკლესიაშიდაც დიდი პრობლემა არის ლეგალიზმისა. და მე ჩემი მიზანი არ არის ხებზე ვილაპარაკო და აქაც რა თქმა უნდა გადმოვალთ და ამიტომ ვამბობ, რომ ლეგალიზმი ჩვენი გამოწვევაც არის. თანამედროვე დღევანდელ და არა მხოლოდ დღევანდელ ტრადიციულ ეკლესიას თუ შევხედავთ და თუ დავაკვირდებით, არ გაგვიჭირდება ამის ამოცნობა, რომ ყველა ლაპარაკობს, ყველა ლაპარაკით, ყველა მაგარია სიტყვით, ყველა მაგარია, ყველა მორწმუნეა, მაგრამ ხედავთ, რომ საქმით ასე არ არის და არაფრით არ განსხვავდებით ჩვენ ძვირფასები. ამიტომ მე ამით ვცდილობ ხოლმე გავაღვივო თქვენში სურვილი, წყურვილი, იმაზე მეტად, ვიდრე შეიძლება განწყობილი იყავით დილით, იმიტომ რომ რაღაცებს ჩვენც უკვე ვაკეთებთ გარკვეული ჩვეულებით, მეგობრებო. რაღაცებს ვაკეთებთ გარკვეული ჩვეულებით. შეიძლება ვინმეს აქ პლუსი კონდეს იმით, რომ კარგი კონსპექტი გააკეთოს, მაგრამ ესეც არ არის ყველაფერი. მე მივესალმები თუ თქვენ კარგ ჩანაწერს აკეთებთ. მე მივესალმები თუ თქვენ მოინიშნავთ, მაგრამ ესეც არ არის ყველაფერი. იმიტომ რომ კონსპექტი, მეგობრებო, თაროს დადებული ვერ დაგეხმარება. შენ განსჯაში უნდა შეხვიდე სიტყვაში. შენ საშუალება უნდა მისცე ღმერთის სიტყვას, მეგობრებო, რომ ჩაირთო შენ ცხოვრებაში. შენი თავი უნდა დააყენო სწორედ ერთგვარ ობიექტად, განსჯის ობიექტად, შემოწმების ობიექტად. დავითი ღმერთს ეუნეო და უფალო გამომცადე.
და რომ წარე თქვა ჩვენ ვიცით რომ ღმერთი ცდის ადამიანებს. ჩვენ ეს ვიცით ბიბლიური ისტორიებიდან, მეგობრებო. როგორ გამოსცადა ღმერთმა ა ブラ ამი მაგალითად, როგორ გამოსცადა ღმერთმა იობი. ჩვენ ეს ვიცით, ჩვენ ბედნიერი და კურთხეული ხალხი ვართ, იმიტომ რომ ვიცით ეს ყველაფერი, მეგობრებო, მაგრამ სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ ძალიან ცოტას ვსწავლობთ ხშირად ასეთი დიდი დიადი ისტორიებიდან. და ჩემი სურვილი სწორედ ეს არის, რომ დღეს რაზედაც ვილაპარაკებთ ძვირფასებო, აი ბევრჯერ მithქვავს ეს და კიდევ განმეორდები, შენთვის მიიღე ეს. ნუ გადაამისამართებ ამ სიტყვას სხვასთან. სხვამ თავის თავზე აგოს პასუხი. შენ სხვისმაგივრად პასუხს ვერ აგებ. შენ ნუ გეყოლება ადამიანი, ეხლა ის რო ისმენდეს ამას და კარგი ყურით მოისმინო, შენ უკვე შეცდომას უშვებ, როცა ასეთი განწყობით გახარ ღმერთის წინაშე. იმიტომ სხვა მიფიქროს თავის თავზე. შენ დღეს აქ იფიქრე შენ თავზე, შენი ყავი გახსნელი ამ სიტყვის მიმართ მეგობრებო და დღეს მე ესეთ ძველ თემაზე მინდა ვისაუბრო, ძალიან ძველ, მარადიულ თემაზე კაცობრიობის შექმნის მომენტიდან წარმოშობილ საკითხზე, ეს არის მეგობრებო ურჩობის და მორჩილების საკითხი. იქ სადაც საუბრობთ ურჩობაზე, შეუძლებელია რომ არ ვისაუბროთ მორჩილებაზე, თუმცა დღევანდელი მსახურების ფორმატში მე მხოლოდ ურჩობაზე ვილაპარაკებ. შემდეგში ვილაპარაკებ მორჩილებაზე. იმიტომ რომ არ მინდა ეს ყველაფერი ერთმანეთში აურიოთ, არ მინდა მეგობრებო რამე გადარბენილად ვთქვათ, გამოვიყენებთ მთელ დროს და ძალისხმევას დავხარჯავ იმისთვის, რომ ძალიან კარგი დეფინიცია გავაკეთოთ კიდევ ერთხელ, ძალიან ძლიერი ხაზგასმა გავაკეთოთ ჩვენ საეკლესიო ოჯახს, როგორ გვესმის ეს საკითხი. რას ვუწოდებთ ჩვენ ურჩობას, ან რა შედეგებს ვაცხადებთ, რომ მოყვება ურჩობას, ჩვენ ვილაპარაკებთ შეულამაზებელი ენით მეგობრებო, იმიტომ რომ არც არასდროს არ უნდა შევალამაზოთ, ღმერთის სიტყვა არ ჭირდება მასე აშერები ეგრეთ წოდებული, როცა იქ ისრაელში იყო ეს ტრადიცია, სამსხვერპლოებთან გაალამაზებდნენ ხოლმე რაღაცეებით და ღმერთი არ იყო ამის მომხრე და არ ჭირდება მეგობრებო ღვთის სიტყვას, როცა ის მოდის თავის სიცხადით, არ ჭირდება მას შელამაზება, გათანამედროვება, იმიტომ რომ ღმერთი ყველაზე თანამედროვეა და ღმერთი ყველაზე პროგრესულია. ჩვენი ქადაგების სათაური არის როცა ღმერთი ამბობს არა. ეს ერთი დიდი თავისტკივილია ქრისტიანებისთვის ვფიქრობ, როგორ გავიგოთ, როდის ამბობს ღმერთი არას, თუ ჩვენ გვინდა მოვისმინოთ კი, და ხშირად ისე ვართ განწყობილი, რომ გვინდა მოვისმინოთ კი, გვინდა ყოველთვის ხოს ვისმენდეთ და ჩვენ დღეს ძალიან ბევრ ისტორიას მოგიყვანთ ბიბლიიდან, მეგობრებო, მთავარი ეს არის, არა ჩვენი გამოცდილება. ჩვენი გამოცდილება არის რაღაც სიტუაციაში ფასეული, ღირებული, მაგრამ მთავარი არის რას ამბობს ღვთის სიტყვა. მთავარი რას ამბობს ღვთის დაწერილი სიტყვა. ასე რომ ეს არის სწავლება ურჩობაზე და მორჩილებაზე. ნუ შეგწხვებათ, ნუ შეგეშინდებათ. თუ კი იქნება კონტექსტი, თუ კი სიტყვა მეგობრებო, თქვენ გიგულისხმებთ თქვენი მდგომარეობიდან გამომდინარე, იმიტომ რომ არავინ არ იცის რეალურად ჩვენი ნამდვილი მდგომარეობა ღმერთის გარდა, მხოლოდ სულიწმინდა მიცის ის, ჩვენ რა მდგომარეობა გვაქვს, სინამდვილეში არავინ არ იცის. შეიძლება ერთმანეთის შესახებ რაღაც ვიცით, შეიძლება ერთმანეთის ისტორიები რაღაცნაირად ვიცით, ვინ რა ცხოვრებაში გადის ან გაიარა, მაგრამ რეალურად ადამიანის გულის მდგომარეობა არავინ არ იცის გარდა ღმერთისა. და მოდი ვენდოთ ღმერთს, მეგობრებო, რომ დღეს სწორედ მასთან გვაქვს საქმე. ურჩობა ეს არის დამოკიდებულება ან მოქმედება, როცა ადამიანი ღმერთის გაცხადებულ სიტყვაზე, ღმერთის ნებაზე წინ აყენებს საკუთარ ნებას სურვილს. კიდევ გავიმეორებ, ურჩობა ეს არის დამოკიდებულება ან მოქმედება. მე რატომ გავყავი ეს ყველაფერი? ყველაფერი ხშირად დამოკიდებულებიდან იწყება. სანამ მოქმედებაში მოვა კონკრეტული რაღაც, არის დამოკიდებულება. არის რაღაცა მოტივი. არის მოქმედების უკან მდგომი რაღაც, ხვდებით? ამიტომ ურჩობა ასე ჰაერიდან არ ვარდება ძვირფასებო. დაუმორჩილებლობა ეს ჩვენთვის წითელი ხაზია, განსაკუთრებით ისე ღვთისმოშიში ცოტა გაწვრთნილი ქრისტიანებისთვის, დაუმორჩილებლობა წითელი ხაზია. როცა ამ წითელ ხაზს გადავდივართ ხოლმე, თუ კი გადავდივართ,
მე ასე მინდა დავიჯერო, რომ მალევე ვცდილობთ უკან გადმოვკვეთოთ ეს ხაზი. ჩვენი შემოbrunები, ჩვენი მონანიებით. ოღონდ აი ეს სიღრმეები რიათ, აშიდაც ახლა მე გაგიძღვებით, მეგობრებო, იქნება სწორედ ის თვალის ახელის მცდელობა ხშირად, როგორ ზერელეთ, ან რაღაც ჩვევით, ან რაღაცა კალაპოტით მიუყვებით ამ თემას და ყველაფერს არ უწოდებთ ურჩობას. ხოლო ეს დღევანდელი სწავლება და ქადაგება, დღევანდელი ისტორიები დაგვანახებს, რას უწოდებს ღმერთი ურჩობას, მეგობრებო. და დიახ, ჩვენ სწორედ ღმერთზე უნდა გავსწორდეთ. დიახ, ჩვენ მეგობრებო, არ უნდა ვიყოთ ხალხი, ვინც კამათს გაუმართავს უფალს. არ უნდა ვიყოთ ასეთი თაობა, რომელიც პოლემიკას გაუმართავს უფალს. ბიბლიაში იპოვით მსგავს ისტორიებს, მეგობრებო, როცა მისი საკუთარი ერი პოლემიკაში შედიოდა, როცა თითქოს მას ასწავლიდა, როცა თითქოს მას მიუთითებდა, ღმერთს მიუთითებდა, დაკვეთას აძლევდა და ეს არ არის თანამედროვე ეპოქისთვისაც უცხო, მეგობრებო. ასე რომ ურჩობა ეს არის დამოკიდებულება ან მოქმედება, როცა ადამიანი ღმერთის გაცხადებულ სიტყვაზე, ანუ არის ღმერთის გაცხადებული სიტყვა, ხომ? ხშირად როგორი მისტიური ხდება ხოლმე, არავინ არ იცის ღმერთი. მომისმინეთ ყურადღებით, ძვირფასებო. შესაძლებელია ამოვიღოთ სადღაც ერთი პატარა კონტექსტი, ამოვგლიჯოთ და ვილაპარაკოთ, რომ ღმერთს ვინ რას გაუგებს, მაგრამ ეს არ არის სწორი. იცით, დღესდილას ვკითხულობდი, ძვირფასებო, ერთი ასეთი მუხლი არის მიქას წიგნში, ხომ გეუწყა ადამიანო, რა არის სიკეთე და რა სიტყვის ღმერთი შენგან? ხვდებით? ეს თავის მართლება, რომ ვინ იცის ღმერთი რას გადაწყვიტავს ხვალ? ეს არ არის ნამდვილი ბიბლიური განაცხადი. ის რაც გვჭირდება, რომ ვიცოდეთ, გაცხადებულია ჩვენთვის, ძვირფასებო. ღმერთმა გითხრა წარსული სრული ისტორია, ღმერთი გველაპარაკება აწმყოში და ღმერთმა გითხრა რა იქნება მომავალში. ეხლა თუ ღმერთის ყველა ფიქრი არ იცი ბოდიში, ის რაც გვჭირდება ადამიანებს, რომ ღვთისმოსავი ცხოვრებით ვიცხოვროთ, გაგვიცხადა ღმერთმა ყველაფერი. ამას ბიბლია უწოდებს ღვთისსაიდუმლოს. პავლე მესენა გამოიყენა, რომ ღმერთმა გაგვიცხადა ღვთისსაიდუმლო, გაგვიცხადა ღვთის სიტყვის სიღრმეები. ჩვენი ახალი აღთქმის მორწმუნეების უპირატესობა ძალიან დიდია, მეგობრებო. თუნდაც იმ ბუმბერას წინასწარმეტყველებზე, რომლებსაც თქვენ კითხულობთ, რომელიც გვაქვს ჩვენ ძველი აღთქმის ბუმბერაზე წინასწარმეტყველები, ახალმა აღთქმა გითხრა, რომ ჩვენთვის ღმერთმა მეტი გაითვალისწინა, მეტი სიკეთე ჩვენთვის, ახალი აღთქმის მორწმუნეებისთვის, რადგან ჩვენთვის, მეგობრებო, ყველაფერი, რაც ძველი აღთქმის დროს თითქოს რიდით არის დაფარული, ახალ აღთქმაში ეს ყველაფერი იხსნება. რამდენს გახსოვთ ეს ჩანაწერი წმინდა წერილიდან, რომ ძველი აღთქმის კითხვისას გარკვეული რიდე რჩებოდა, ხოლო ახალ აღთქმაში ეს რიდე იხსნება, ეს ბარიერი იხსნება, აღარ არის გაუგებრობა, თუ კიდე ვინმეს მაინც არ ესმის, არა იმიტომ, რომ მიუწვდომელი და გაუგებარია ღმერთი. მე მინდა ერთი ამ აზრს დავამთავრებ, მეგობრებო, ანუ ღმერთის გაცხადებულ სიტყვაზე, ღმერთის ნებაზე. იმიტომ რომ ღმერთის დაწერილი სიტყვა, ღმერთის გაცხადებული სიტყვა არის ღმერთის ნება. აქ არ გვჭირდება ბუნდოვანება, იყოს ღმერთის ნება, ნახოთ ღმერთის ნება, იცით მეგობრებო, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, ვიცოდეთ ღმერთის ნება. იმიტომ რომ გაცხადებულია ღმერთის ნება. ყოველთვის ყველა სიტუაციაში ვიცით არა, მაგრამ უნდა ვეძებდეთ მეგობრებო მისგან მის ნებას. ხვდებით? ჩვენი დგომა ღმერთის წინაშე სწორედ ასეთი უნდა იყოს. მინდა ვიცოდე შენი ნება, აი აქ საგალობელი იყო ერთ-ერთი, რომ მინდა ვიცოდე შენი ნება. ეს არის ჩვენი ცხოვრების მთავარი არსი და ამოცანა. იმიტომ რომ ადვილია ურჩობაში ჩავარდეთ, მეგობრებო, ისე რომ არც კი ვქონდეს ამის განცდა, თუ ჩვენთვის ღმერთის ნება არ არის ცხადი და ნათელი. რა თქმა უნდა, ჩავარდებით მაშინ ურჩობაში, აი ამ განმარტების მიხედვით, როგორც წავიკითხეთ, ეს არის დამოკიდებულება ან მოქმედება, როცა ჩვენი ნება სურვილი წინ დგას, ვიდრე ღვთის გაცხადებული ნება, ღვთის გაცხადებული სიტყვა, ამას ქვია ურჩობა ბიბლიურად. ეს არ არის, მეგობრებო, ჩემი განმარტება. ეს არის სწორედ ამ ისტორიიდან ამოღებული გამოცდილება. ამ ისტორიებიდან, რაზეც დღეს ვილაპარაკებთ. ძალიან ბევრი არის ბიბლიაში. ურჩობის ისტორიები, რომელსაც თან მისდევს ტრაგიზმი. ვერ იპოვით ბიბლიაში ურჩობის ისტორია, სადაც ისეთი happy end-ია, ხო იცით, ის ბედნიერი დასასრული. ყველა ურჩობის ისტორიას მოყვება
ხაზად ტრაგიკული მოვლენები. და დიდი ტრაგიკული მოვლენები ძვირფასებო. მე ხშირად ვამბობ ხოლმე თქვენი დაშინება არ მინდა. იმიტომ რომ კარგი კერკეტი კაკლები ხართ თქვენს და არ შეშინდებით ასე. მე მინდა დაგაფიქროთ, შეხედოთ, როცა ვკითხულობთ ამ ისტორიებს, რა სწავლობთ ამ ისტორიებიდან, რომ არაუშავს, ყველაფერი კარგად იქნება თუ ხედავთ რაღაცა ტრაგიკულ ხაზს. საშინელი ცვლილებების ხაზს. უარესობისკენ შეცვლილ გარემოებებს. და რამაც რა თქმა უნდა ჩვენში წმინდა შიში უნდა წარმოშვას მეგობრებო. ერთი ადგილი მქონდა აქ მონიშნული, რომელიც თქვენ კონსპექტში არ არის. პირველი პეტრეს 2:16-ში ვკითხულობთ ასეთ სიტყვებს: იცხოვრეთ როგორც თავისუფლებმა, ოღონდ ბოროტების საფარად თავისუფლებას ნუ გამოიყენებთ. არამედ იცხოვრეთ როგორც ღვთის მონებმაო. ნახეთ რა ძლიერი სიტყვებია. დღეს მეგობრებო ძალიან ხშირად ისმის ეს თავისუფლების პროპაგანდირება, ჩვენ თავისუფალი ადამიანები ვართ, ღმერთმა თავისუფალი ნება მოგცა, დიახ და ძალიან გჭირდება აქ კორექტირება. იმიტომ რომ ეს ყველაფერი მათ შორის ქრისტიანულ წრეებში არ მიდის სწორი მიმართულებით ხშირ შემთხვევაში. იმიტომ რომ იცით შეიძლება თქვენ არ გესმოდეთ აქ ყველას ასე, მაგრამ ძალიან დიდი მოძრაობები ჩნდება თანამედროვე ევანგელურ სამყაროში, მათ შორის სადაც ადამიანის ნება, გახსოვთ მე ჰუმანიზმზე რო ვილაპარაკე. სადაც ადამიანის ნება ყველაფერია, მე ჩემი უფლება მაქვს, მე ჩემი სურვილები მაქვს, ეს ლეგიტიმურია, ღმერთმა ასეთაც შემქმნა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნახეთ მოციქულმა როცა უთხრა ადამიანებს რომ იყავით თავისუფლები, იქვე უთხრა ოღონდ არც კი იფიქრო, რომ თავისუფლება ბოროტების საფარად გამოიყენო, არამედ იცხოვრეთო როგორც ღმერთის მონებმა. ვიღაცა შეიძლება ხა კითხვა გაუჩნდეს, მოიცა კაცო, თუ მონობისკენ გვიბიძგებს, ეს რაღა თავისუფლება არის. აი სად არის პრობლემა, ხო ხვდებით ძვირფასები? ანუ წერილი გვეუბნება რომ ავირჩიოთ, ვიცხოვროთ როგორც ღმერთის მონებმა. და არის ამაში თავისუფლება? წერილისვე თანახმად, დიახ, ამაშია თავისუფლება. როცა მე ვირჩევ, ვიცხოვრო როგორც ღმერთის მონა. და იცით რატომ? ვენდობ იმას, ვიცნობ რამას, ვიცი რომ მისი ნება არის საუკეთესო ჩემთვის, ვიცი რა წერილის თანახმად რომ მისი ნების მორჩილება არის საუკეთესო რამ ჩემთვის, ამიტომ ვირჩევ ვიცხოვრო მის ნებაში. ხვდებით განსხვავებას? მე ამით არ ვრისკავ. ვიცნობთ რა ღმერთს, საიდან? მისი გაცხადებული სიტყვიდან. ვიცნობთ რა მის ნება, საიდან? მისი სიტყვიდან და მისი ნამოქმედარიდან, რომ მისი ნება არის საუკეთესო საჩუქარი ადამიანისთვის. ამიტომ ჩვენ უნდა ვირჩევდეთ, ვიცხოვროთ როგორც ღმერთის მონებმა. ანუ გარკვეულ წესრიგში ვაქცევთ საკუთარ თავს, გარკვეულ საზღვრებს უწესებთ საკუთარ თავს და ამავე დროს გვაქვს დაჯერება და სრული განცდა, რომ ჩვენ თავისუფლები ვართ ამ დროს. დიდება იესოს. მე მინდა ერთი მუხლი მოგცეთ ახლა ეფესელთა 5:17. ნახეთ რა ძლიერი მუხლი არის. მაშ ნუ იქნებით უგუნურები, არამედ შეეცადეთ, ჩაწვდეთ რა არის ღმერთის ნება. ძალიან მარტივია მეგობრებო, ეს მუხლი არ არის რთული სტრუქტურის. შეხედეთ პავლემ რა თქვა, თუ არ ცდილობ ჩაწვდე რა არის ღმერთის ნება, მაშინ უგუნური ადამიანი ხარ. ვიმეორებ. პავლემ თქვა, შეეცადე, ჩაწვდე. მას არ უთქვავს, რომ გამოაღიაგე უჯრა და ან გადაშალე კარაბადინი და ან რაღაცა. ან და ესე ბიბლია გადაშალე, თითი დაადე თვალდახუჭულმა და რასაც თითი დაედება, ის იქნება ღმერთის ნება. მან თქვა, შეეცადე, ჩაწვდე. ორი სიტყვა არის, ცდელობა და ჩაწვდომა. ჩაწვდომა რაღაც სიღრმეზეა, ხვდებით? სიღრმეს მიუთითებს ჩაწვდომა. ეს ასე არ არის, რომ ის ყველგან კედლებზე აწერია, მეგობრებო. რატომ მივდივარ ამ სიღრმიდან? მინდა კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ, რომ ხშირად ვკვეთ ამ წითელ ხაზებს ისე, რომ არანაირი განცდა არ გვაქვს, რომ რამეს არასწორად ვაკეთებთ. თუ მენდობით ცოტათი მაინც მეგობრებო, ჩემი მსახურების გამოცდილებიდან ბევრჯერ მქონია საკუთარ თავთანაც ეს ბრძოლა,
მაგრამ ბევრჯერ მქონია ადამიანებთან ურთიერთობა, რომელთა დარწმუნებას ცდილობ, რომ ეს საკითხი ასია და არაფერი არ გამოგდის. იმიტომ რომ ყველაფერს ლოგიკა აქვს, ყველა ურჩობას თავისი ლოგიკა აქვს, ძვირფასები. ურჩობა კიდევ ვიმეორებ, ასე არ ხდება და არ მინდა ეხა მოვლენებს წინ გავასრო, დაინახავთ ამ ისტორიებიდან, რომ ხშირად ურჩობის უკან დგას რაღაც ლოგიკა. ანუ ადამიანი რომ აკეთებს ასე, რაღაც მიზეზის გამო აკეთებს ასე. და ხშირად მე აქ განურჩეველი ვართ, მე გიმეორებთ, ბევრჯერ მქონია პრაქტიკაში, როცა ცდილობ ადამიანს აუხსნა, რომ ეს წითელი ხაზის მიღმა არის. მაგრამ არ გამოგდის. ყოველთვის ასე არ ხდება. ყოველთვის თანხმობაში ვერ მოვდივართ ჩვენ ძვირფასებო. ამ საკითხებთან დაკავშირებით. ასე რომ პავლემ თქვა, არ იყო უგუნური. არამედ ეცადე ყოველთვის ჩაწვდე ღმერთის ნებას. როგორი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება, წარმოიდგინეთ, რომ ყოველ დღე ძვირფასებო, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით სადღიგრძელოს არ ვლაპარაკობ, ყოველ დღე უბრალოდ ცდილობდე ჩაწვდე ღმერთის ნებას. ყოველ კონკრეტულ სიტუაციაში ცდილობდე ჩაწვდე ღმერთის ნებას. მაგრამ მოდი ახლა აქ ასეთი რაღაცა ვთქვათ. ვარ ასეთი ფხიზელი დაუშვათ, ვარ ასეთი ფრთხილი. ცდილობ ჩავწვდე ღმერთის ნებას. დავიხმარო სხვა ადამიანები. ეს სირცხვილი არ არის. ბიბლია იცით რას გვეუბნება, ვინც კარგი მრჩეველი ნახაო, კურთხევა ნახაო. ვინც კარგი მრჩეველი პოვა, ღმერთის კურთხევა პოვა. არ გვინდა კურთხევა? მე მგონია უნდა გვინდოდეს. მაგრამ მხოლოდ ასეთი ლოცვა, ღმერთო იყოს შენი ნება, არ არის მეგობრებო მართებული. მხოლოდ ლოცვაში ორი სიტყვით, ღმერთო იყოს შენი ნება, ეს არ არის მცდელობა ჩაწვდე ღმერთის ნებას. შენ მეგობრებო, ცოტა სიღრმეებში უნდა წახვიდე, უნდა ამოქეკო, უნდა ამოთხარო. ბიბლიაში მოყავთ ეს ისტორიები, როცა ლაპარაკია ჭების ამოთხრაზე, სიმბოლურია ეს ყველაფერი, მეგობრებო. ახლო აღმოსავლეთში უწყლობის პრობლემა იყო ყოველთვის. то დიდი ნაწილი ტერიტორიისა უდაბნოა. და როცა ჩვენ ვკითხულობთ იქ თუნდაც აბრაამის ეპოქიდან, ისააკის ეპოქიდან, რომ ჭებს თხრიდნენ, ჭა სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენდა, ჭა ის კი არ იყო მეგობრებო, აბანო მოეწყო, თუ ჭა არ ექნებოდა, თუ წყალი არ ექნებოდა, სიცოცხლე არ ექნებოდა, სიღარიბისთვის და სიკვდილისთვის იყვნენ განწირული, იმიტომ რომ ისინი მაშინ მეცხოველეობას მისდევდნენ. ამიტომ ნომერ პირველი მეგობრებო, რასაც ისინი იწყებდნენ ჭის ამოთხრის მცდელობას, რაც იყო ურთულესი სამუშაო. ცნობილი იაკობის ჭაზე კომენტატორები ამბობენ, რომ 35 მეტრის სიმაღლის იყო მინიმუმ ეს ჭა და არ არის მეგობრებო ასეთი ჭების გაჭრა ადვილი. და იცით კიდევ ერთი რაღაცა, ჩვენ წესით უნდა ვიცოდეთ, ჩვენ ცხოვრობთ მეგობრებო ისეთ რეგიონში, სადაც გრუნტის წყლები ძალიან ახლოა. როცა ეკლესიის შენობის მშენებლობას გეგმავდით და ვიწყებდით, ჩვენ გვინდოდა რომ დიდი სარდაფები მოგვეწყო, იმიტომ რომ ახლა როცა შენობას აშენებ, რატომაც არა, იყო სასაწყობე ფართი. და როცა კვლევები ჩატარდა, გეოლოგიური კვლევები, გვითხრეს მეგობრებო, რომ 2-3 მეტრის ქვევით იმხელა ნაკადები იყო წყლისა, რომ აზრს კარგავდა სარდაფების მოწყობა, იმიტომ რომ წყლებს ვერ შევაკავებდით, იმდენად დიდი ნაკადები იყო წყლის. მაგრამ როცა გადავწყვიტეთ, რომ ერთწყლები გამოგვეყენებინა იმისთვის, რომ არტეზიული ჭები მაინც დაგვესო, იცით რა გვითხრეს, რომ ეს არ არის სუფთა წყალი. ანუ მათ გვითხრეს, რომ ეს არის რაღაცა გრუნტის ზედაპირული წყლები და თუ სინამდვილეში გვინდა სუფთა წყალი მივიღოთ, მინიმუმ 8-10 მეტრის სიღრმეზე უნდა ჩავსულიყავით, რომ მიგვეღო სასმელად გამოსადეგი წყალი. ხვდებით, რაც სიღრმეში მიდის, მით მეტად სუფთა არის და ეს არის სიმბოლური ენა ბიბლიაში, მეგობრებო, ხშირად, როცა ღმერთი მოგვიწოდებს სიღრმეებში წასვლას, ეს არის სწორედ ღვთის სიტყვის სიღრმეებში ჩასვლა. არა მისი ზედაპირული თვალის გადავლებით, მხოლოდ რაღაცა აზრის ჩამოყალიბება. და პავლე აქ ამას ამბობს, უგუნურად ნუ მოიქცევი, ეცადე ღვთისნებას ჩაწვდე ყოველთვის ყველაფერში. ყველა სიტუაციაში, ყველა გარემოებაში. მეგობრებო, ჩვენ გარემოებები ყოველ დღე გვხვდება. რომელი დღე რამე გიცხოვრია ისე რაღაცა გარემოების წინაშე რო არ დადგე? და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ან გვაქვს ეს გამოწვევა, ან უნდა ვიცოდეთ, ან უნდა ჩავწვდეთ
კონკრეტულ სიტუაციაში რა არის ღმერთის ნება. შეიძლება ამისთვის დრო დაგჭირდეს, შეიძლება წინასწარვე ცხადი იყოს, როცა განსწავლული ვართ რაღაცით, წერილიდან, სიტყვიდან, მაგრამ შესაძლებელია ზოგჯერ დრო დაგჭირდეს, რომ საკუთარ თავთან, მეგობრებო, აი ეს საკუთარ თავთან ჭიდილში, ვიმეორებ, საკუთარ აზრებთან ჭიდილში, საკუთარ ტკივილებთან ჭიდილში, რომ დანებდე და თქვა, დიახ, ამ შემთხვევაში ცალსახად, უპირობოდ ეს არის შენდინება ღმერთო. იმედია ხვდებით, რასაც გეუბნებით ძვირფასო ეკლესია. მათე 7:21 ცნობილი მუხლი. ყველა ვინც მეუბნება უფალო, როდი შევახთ ცათა სამეფოში, არამედ ის ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას სურვილს. იცით ვინც ეს მუხლი, იცით კონტექსტით. ეს მუხლი ასე გძელდება, რომ ბევრი მეტყვის იმ დღეს. უფალო ნახე შენი სახელით ამას ვაკეთებდით და მე ვუპასუხებო, რომ არ გიცნობდით, გამშორდით. როგორ ხდება ეს? ეს დიდი დილემა არის, მეგობრებო, უამრავი კითხვა ისმება თეოლოგებისგან დღემდე, როგორ სასწაულებს ახდენდნენ, ეშმაკებს დევნიდნენ და ღმერთისგან რატომ მოისმენენ პასუხს, რომ გამშორდით მოქმედნო ურჯულოებისა. არასდროს არ გცნობდით. შეხედეთ როგორი წყალგამყოფი დადო იესომ მან თქვა, სამეფოში შევლენ ისინი, ვისი ცხოვრების ხაზიც არის ღმერთის ნებასურვილის შესრულება. და იცით რა უპირისპირდება ყველაზე მეტად ამას? საკუთარი ნების ძებნა, საკუთარი სურვილების მიდევნება. ამაზე დიდი წინააღმდეგობა ჩვენ არ გვაქვს, მეგობრებო. იცით ეშმაკი არ მოვა ასე და არ გეტყვის ჩემი ნებასურვილი შეასრულე. კი, ცოტა დაზიანებული აქვს მაგას მის შემდეგ, რაც იესომ თავი გაუჭეჭყა, მაგრამ არ არის სულელი, რომ პირდაპირ ასე გითხრას, მოდი ეხლა და ჩემ ნებაზე იცხოვრე. ქრისტიანისთვის ეს წითელი ხაზია, მაგრამ ძვირფასებო, იცით თუნება და დაბრკოლება რაშია? ის შენ ძლიერ სურვილებზე გადაგატანინებს აქცენტს, და ამით გაგდებს ურჩობაში, რომ შენ სურვილს და შენს ნებას უფრო წინაყენებ, ვიდრე ღვთის ნებას და ღვთის სურვილს, რომელიც გაცხადებულია შენთვის. იმედია მომყვებით. ძალიან ტრაგიკულად შეიძლება ვხატავ ახლა რაღაცას. მთელ ბიბლიას წითელ ხაზად გასდევს ურჩობის ტრაგიკული ისტორიები, რომელთა 5:19 ვინაიდან როგორც ერთი კაცის ურჩობით ბევრი გახდა ცოდვილი. მამაკაცებს უყვართ ხოლმე ევას დადანაშაულება. ნახეთ როგორი შეფასება მისცა ახალმა აღთქმამ. ერთი კაცის ურჩობით სამყარო ჩავარდა ცოდვაში. ჩვენ როცა სხვა სამყარო არ გვინახავს ძვირფასებო, ჩვენ გვიჭირდება ახლა წარმოდგენები. ან წარსული უნდა წარმოვიდგინოთ და ვერ გადავდივართ იქ ღრმად. აი სიტყვით კი ვამბობთ, რასაც ბიბლია გვიხატავს, როგორი იყო ედემი, როგორი იყო ღვთის ბაღი. მე ბიბლია გვიხატავს. ხანდახან ფანტაზიების მოშველებაც გვჭირდება. ეს იყო ცოდვის გარეშე სამყარო. წარმოუდგენელი სილამაზე, წარმოუდგენელი სიუხვე, წარმოუდგენელი თანდასწრება, როცა ღმერთთან ასე პირდაპირი კავშირი აქვს ადამიანს, ბაღში მოდიოდაო და ესაუბრებოდა თავის ქმნილებას, ყოველგვარი ბარიერი, არანაირი მსხვერპლშეწირვა, არანაირი მუხლების კანკალი. და ღვთის დიდი გეგმა, რომ მთელი სამყარო იქნებოდა ასეთი. გამრავლდებოდა ადამი და იქნებოდა ასეთი ურთიერთობა. არა პუროფლიანი პურის ჭამა, პიროფლიანი პურის ჭამა, არა ტანჯვით გაჩენილი შვილები, არა ტკივილებით გაჩენილი შვილები, ეს ყველაფერი წარმოშვა ერთი კაცის ურჩობა. აი ეს შეფასება მისცა ბიბლიამ, ნახეთ რომაელთა წერილში პავლე მოციქული, ვიმეორებ, ნახე ახალი აღთქმის მეშვეობით რიდე ეხსნება იმ რაღაც ქმედებას, აიღო ვაშლი და შეჭამა და გველმა მიუტანა და რამდენი მულტფილმებია გადაღებული, რამდენი ფილმებია ამაზე გადაღებული. მაგრამ დიახ, სწორედ ასე უნდა დავინახოთ, რომ ერთის ურჩობამ განადგურა სამყაროს ძვირფასზე. სახე დაუკარგა სამყაროს. ყველა ის უბედურება, რასაც ახლა ჩვენი თაობა ხედავს, ყველა ის ომი, ყველა ის მსხვერპლი, ყველა კაცთმოძულეობა, ყველა არ ვიცი თუ კი რამე ცოდვა, საზიზღრობა ერთის ურჩობიდან წამოვიდა. მე ვულტრირებ რამეს? თქვენ ბიბლიებში ასე არ წერია?
იეშუა ნავეს ძის მეხუთე თავის მეექვსე მუხს ვკითხულობ. რადგან 40 წელი იარეს ისრაელიანებმა უდაბნოში, ვიდრე არ დაიხოცა ეგვიპტიდან გამოსული მთელი ბრძოლის უნარიანი ხალხი. ქრისტიანების დიდმა ნაწილმა აქ ეს იცის, ღმერთმა საკუთარი ერი, ნახეთ, არჩეული ერი, რომელსაც უთხრა განუსაზღვრად, ჩემი რჩეული ხარ და მე შენთვის დიადი გეგმა მაქვს, მე გათავისუფლებ ტყვეობიდან, მე მოგიმზადი ახალი ქვეყანა, ქანაანი, დიდი სიმბოლური ენა არის მომავლისა, დიდი წინასწარმეტყველური ენა მომავლისა, მეგობრებო, ეს არ უნდა დაინახოთ ერთი რაღაცა ისრაელის პატარა ისტორია, ეს არის დიდი წინასწარმეტყველური სურათი. და მე რა ხდება? გესმით ძვირფასებო რას გელაპარაკებით? მე ვკითხულობთ რომ ეს თაობა, ეს ხალხი, რომელიც ღმერთმა ცნო, რომელიც ღმერთმა დაინახა როგორც რჩეული, გახსოვთ მე როცა ეკლესიის რჩეულობაზე ვილაპარაკი ამის წინ პარალელი რო გავავლე ერთ-ერთ ჩემს სწავლებაში, როგორ შევასრულო, როგორ გავიაროთ ღმერთისაგან მოცემული ასპარეზი, იქ ვილაპარაკე ისრაელის რჩეულობა, რჩეულების უგულებელყოფა, მერე ეკლესიის რჩეულობა და რა იქნება, როცა ეკლესია თავის რჩეულობას სათანადოდ არაფასებს. წარმოიდგინეთ ახლა შეხედეთ რატომ ხდება ასეთი ჩეპეები? იცით ქრისტიანებს აქვთ მარტივი დამოკიდებულება, ოხ ეს ეშმაკი. არა მეგობრებო, ასე არ მიუდგეთ ამ საკითხს. მოდი ახლა გავაგზავნოთ და წავიკითხავთ, ნახეთ, ეს ხალხი სანამ ყველა არ დაიხოცა. ნახეთ, გამოიყვანა ღმერთმა და გზაში დაიხოცა ყველა იმის ნაცვლად, რომ ღვთისგაცხადებული ნება იყო, ქანაანში უნდა შესულიყვნენ ეს ხალხი. რომლებიც ეურჩნენ უფლის ხმას, რისთვისაც დაიფიცა უფალმა, რომ ვერ იხილავდნენ მიწას, რომელიც აგუთქვა მათ მამებს, სადაც რძე და თაფლი მოედინება. ნახეთ, ერთი პატარა სიტყვა წერია, რომლებიც ეურჩნენ უფლის სიტყვას. ეს ერთი პატარა ჩანაწერია, მაგრამ ვინც ბიბლიას კითხულობთ, ეს არის 40 წლიანი წარმოუდგენელი ისტორია, ყოველ ნაბიჯზე, ყოველ ქმედებაში ეს ხალხი ბუნებით არის ურჩი. ეძებს თავისას, კვეთს ამ წითელ ხაზებს, არაფრად აგდებს ღმერთის დანაპირების უკეთესობას. ხალხო, იფიქრეთ ამაზე, გთხოვთ, ხანდახან ჩვენ ასე გგონია, რომ ამას თუ არ გავაკეთებ, ამას თუ ერთი მულტფილმი ასეთი ცოტას განგვტვირთავთ ახლა. სიზმარა, გახსოვთ ეს მულტფილმი, ძველი მულტფილმი. გოგო რო ამბობს იქ, გული მიმდის, მუხლი მეკვეთება, ეს ბიჭი თუ არ ჩამეხუტება, სამყარო დაიქცევაო. იცით, ხშირად ესეთი დამოკიდებულება აქვს ადამიანს, რომ რაღაცას, ღმერთის ნებას, ღმერთის შემოთავაზებას აკრძალვად მიიჩნევს. გახსოვთ როგორ მოატყუა ეშმაკმა ადამი და ევა, როგორ უთხრა, მოდი გავიხსენოთ მეგობრებო, ისე მივიდა და ასე უთხრა, მართლა აგიკრძალათ ღმერთმა ყველაფრის ჭამა? ნახეთ როგორ იცვლება ყველაფერი. ტერმა ღმერთი გამოიყვანა ამკრძალავად ყველაფრისა, ყველა სიკეთისა, რა მინდა ამ ბაღში თუ ვერაფერი ვერ ვჭამე. რა მინდა ამ ლამაზ ბაღში თუ ვერაფერს ხელი ვერ მოვკიდე, მაგრამ ეყოთ აქ გამჭრიახობა ადამიანებს უთხრეს, არა, ყველაფერი კი არ აგვიკრძალა, ერთი ხე აგვიკრძალა მხოლოდ იმ მრავალთა შორის, იმ უამრავს შორის, იმ უთვალავს შორის და ნახეთ რა არის კაცის ბუნება. იმ ერთზე გადააქვს მაინც აქცენტი. ამით აქედან მოდის ნათქვამი აკრძალული ხილი მტკბილიაო. ხვდებით რა არის კაცის ბუნება, ძვირფასები? ასე რომ ისინი ეურჩენო ღმერთის სიტყვას. შეიცვალა ღვთის დიადი გეგმა ამ ხალხის მიმართ. მათთვის ყველაფერი გზაში დამთავრდა. კიდე ერთხელ ვიმეორებ, მეგობრებო, არავის შეშინებას არ გულისხმობ, შეშინებული ხალხი ვერაფერს ვერ იზავს. ამ ხალხისთვის ყველაფერი გზაში დამთავრდა. ისინიც ამბობდნენ ალბათ რაღაც სადღეგრძელოებს, მათაც ეტყობოდათ კარგი განწყობები, აღთქმული მიწა, ქანაანი. მაგრამ მათი ხაზი, მათი ურჩობის ხაზი, მათი გზა მუდმივად იყო წითელი ხაზების გადაკვეთა. არაფრის გათვალისწინება.
არაფრის სწავლა ისტორიებიდან. როცა ვიღაცის თვალწინ ხალხი იხოცებოდნენ მომსვლელისგან, ჭირისგან, იმის გამო რომ ურჩობდნენ, სხვები არ სწავლობდნენ ამაზე, გესმით მეგობრებო? აქედან არის ყველაფერი, როცა ახალი აღთმის ავტორი, ერთ-ერთი წერილის ავტორი პავლე მოციქული ეკლესიას წერდა, ყველაფერი რაც დაიწერა რომ ჭკუა ვისწავლოთო. ხვდებით? ჩვენს დასარიგებლად დაიწერაო. ბევრი ქრისტიანი საუბრობს ღმერთის სიყვარულზე, იმედიანად არიან ცხოვრებაში, მაგრამ ავიწყდებათ რომ ურჩობა ყველაფერს აფუჭებს და ცვლის. ეს ფრაზას მეგობრებო კიდევ გამიმეორებ, ბევრი და ეს ნორმალურია. ფიქრობთ პოზიტიურად, საუბრობთ ღმერთის სიყვარულზე, იმედიანად ვართ ცხოვრებაში, რომ ღმერთის მადლით ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ თუ დავივიწყებთ, რომ ურჩობა ყოველთვის, ყველა დროში, ყველაფერს აფუჭებს და ყველაფერს ცვლის, უარესობისკენ, მაშინ ლაპარაკს, ასეთ ლაპარაკს აზრი ეკარგება. ეს ფუჭი ლაპარაკია, ეს ფუჭი განცხადებებია. მოდი ორი სიტყვით ვთქვათ ისრაელის ურჩობაზე. რჩეულიერის ურჩობაზე ვლაპარაკობთ. ფსალმუნი, მთელი ბიბლია ამით სავსე არის, ხალხო, გამიჭირდა რომელიმე მუხლის ამოღება, იმიტომ რომ ასეულობით ასეთი მუხლი გვაქვს ბიბლიაში. მაგრამ ერთი ამოვიღე უფრო თვალსაჩინო ისეთი მე-80 ფსალმუნი 11-12 მუხლები. არის მინა ჩემმა ხალხმა ჩემი ხმა და არ დამემორჩილა ისრაელი. მეც მიუშვი ისინი რომ ევლოთ თავიანთი გულის სიჯიუტით იარონ თავიანთ ნებაზე. ასეც ხადად თითქმის არც ერთი მონაკვეთი არ ლაპარაკობს. ნახეთ ღმერთი ამბობს, არის მინა ჩემმა ხალხმა ჩემი ხმა და არ დამემორჩილა. და იცით რა ვქენიო? მიუშვი ისინი რომ ევლოთ თავიანთი გულის სიჯიუტით და იარონ თავიანთ ნებაზე. ესე იგი ამაზე დიდი წყევლა არ არსებობს. შენ ჭკუაზე იარე, შენ სიჯიუტეს გაყევი. არა ეს ასია. მე ასე უყურებ. ჩაწვდით ღმერთის ნებას. შეეცადეთ ჩაწვდეთ ღმერთის ნებას, ეს ამოცანა გაქვთ ყოველთვის, ყველგან, ყველაფერში მეგობრებო, არა მსახურებაში, არა, ყოველდღიურ რუტინაში, ყოველდღიურ რუტინაში. ეს შვილებთან იქნება, მეუღლესთან იქნება, საწინააღმდეგო სქესთან იქნება, სამსახურში იქნება, ყველა ურთიერთობაში, ეკლესიის შიგნით, ეკლესიის გარეთ, ჩაწვდით რა არის ღმერთის ნება. ეს ჩვენი გამოწვევა არის, ჩაწვდი რა არის ღმერთის ნება. და იცით მეგობრებო, თუ არ დაგეზარებათ და ამ 91 ფსალმუნის გაგრძელებას მოძებნით, როცა სახში მიხვალთ, იქ მე რა წერია, იცით, ჩემ ერს რომ ჩემი მოესმინა და ისრაელი რომ დამმორჩილებოდაო, ყველა მტრებს მათ წინაშე მოვდრეკავდიო. ყველა მათ პრობლემას მე გადავჭრიდიო. ძალიან მარტივია ყველაფერი, ძალიან მარტივია კონტრასტის შემჩნევა, რა ხდება, როცა ადამიანი ირჩევს თავისი სურვილს, თავის ნებას, თავის როგორ გითხრათ, მიხვედრილობას თუ თავის ზებურ შეხედულებას თუ თავის ცოდნას, თავის სიჯიუტეს და არ ირჩევს მეგობრებო იმას, რასაც ღმერთი თავაზობს, როგორც მისი გაცხადებული ნება. და ნახეთ ეს შემდეგი გოდება, იერემიას გოდება, ერთ-ერთი მართლა ტრაგიკული წიგნია, მეორე თავის მეხუთე მუხლი. ეს უკვე დამდგარი შედეგია ისრაელისთვის, ვირფასებო ვკითხულობ. ტრად მოეკიდა უფალი ისრაელს. დასცა ისრაელი, მისი ყველა სასახლე დააქცია, მისი ციხესიმაგრენი და გაუმრავლა იუდას ასულს გლოვა და ტირილი. თუ ამ მონაკვეთსაც სახში თვალს გადაავლებთ, საშინელი სურათი იხატება. მე ყველაზე ხატოვანი ამოვიღე. ტრად მოეკიდა ღმერთი ისრაელს. იმის გამო რომ ირჩევს, არ დაემორჩილოს, არ გაჰყვეს, თავის ნებაზე უნდა აკეთოს, თავის სურვილის მიხედვით უნდა მიიღოს, ტრად მოეკიდა უფალი ისრაელს. მოდი ახლა ნახოთ პიროვნების ურჩობები. ერთ-ორ მაგალითს მოგცევთ, როიდან გამომდინარე საულის ურჩობა. ძალიან ცნობადი, ძალიან ისეთი ხშირად ნაქადაგები ეკლესიებში, პირველი სამუელის მე-15 თავიდან არის ეს ისტორიები. ძვირფასებო ის რომ ერთი მუხლია ამოღებული, გთხოვთ, მიგითითებთ,
ნუ დაგეზარებათ, როცა თუნდაც სახლის ჯგუფებში შეიკრიბებით, გადაავლოთ თვალი კონტექსტს. იმიტომ რომ ასე არ ხდება უიე, გამიგონია ხო ვიცი რაღაცა საულმა იქ რაღაცა გააკეთა, არა, ასე ვერ ისწავლით ბევრს ძვირფასებო. საულმა ორი დავალება მიიღო ღმერთისგან. ერთი იყო პირველივე დავალება, როცა მეფეთ აკურთხეს. წინასწარმეტყველმა უთხრა, რომ დალოდებოდა კონკრეტულ დღემდე, ნათქვამი იყო 7 დღე. მოვიდოდა წინასწარმეტყველი ომის პერიოდია, სხვერპლს შესწირავდა ღმერთს და მერე ჰქონდათ ბრძოლის შანსი. და იცით რა ვხედავთ? ელოდა საული, ნაკლებია ამ კაცის გამოცდილება. ღმერთს კარგად არ იცნობს. ნახეთ, ბიბლიის მკვლევარები რას ითვლიან იცით? შენ ღმერთსო, ასე ეუბნებოდა ყოველთვის სამუელს. ანუ ღმერთს თავის ღმერთსაც კი არ უწოდებდა. აი ერთი შენი ღმერთს კითხე, აბა რას იტყვის შენი ღმერთი? და მეგობრებო, შემდეგში ჩვენ ამას პატარა ჩამონათვალს მოგცევთ, იქ ვიტყვით დეტალებს, რა დიდი მნიშვნელობა აქვს ღმერთისთვის, მაგრამ ამ კაცმა იცით ელოდა, აგვიანებდა, მერე შეხედა რომ ხალხი იფანტება, ხალხი უყურებს, მტერი მწყობრად მარშირებს, ხალხს ეშინია. წინასწარმეტყველი არ ჩანს და საულმა თქვა: მოიტანეთ სამსხვერპლო, მოიტანეთ მსხვერპლი, მიაღვავლენ მსხვერპლს. რაც იყო მეგობრებო, ცალსახად ღვთის სიტყვის დარღვევა. ღვთის ნების წინააღმდეგ წასვლა. იმოქმედა იმპულსურად, იმოქმედა აფექტის მდგომარეობაში, როგორც კი მსხვერპლშეწირვა დაამთავრაო. ამ დროს გამოჩნდა წინასწარმეტყველი სამუელი. და მე მინდა მეგობრებო, მე-11 მუხლიდან წაგიკითხოთ, იქვე ნახეთ ღმერთის ნათქვამი. წუხვარ, რომ გავამეფე საული, რადგან ზურგი მაქცია და არ გაყოლია ჩემს ბრძანებებს. მოიცათ ღმერთო, მოიცა რაღაცას ვერ ვიგებ, 21 საუკუნის ადამიანი ვარ რა. ეს რაღაცა დეტალები ახლა იქ მოსულიყო მე 20 წუთით ადრე. ნახეთ ღმერთის ნათქვამს მიაქციეთ ყურადღება, წუხვარ რომ გავამეფე საული, რადგან ზურგი მაქცია და არ გაყვაო ჩემს ბრძანებებს. მეგობრებო, ღმერთისთვის ურჩობა არის ძალიან დიდი სულიერი პრობლემა. ვიმეორებ, ურჩობა ღმერთისთვის ნებისმიერი ფორმით არის ძალიან დიდი სულიერი პრობლემა. და იცით სამუელიც ისე დამწუხდა, რადგან მისი ხელიც ერია მეგობრებო მის კურთხევაში, დამწუხდა სამუელი და მთელი ღამე შეღაღადებდა უფალს. პირველი სამუელის 15:22-23 მეორე დავალება მიიღო საულმა, მეორე შანსი. მას ეთქვა რომ იყო კონკრეტული ერი, ისრაელის მტერი ერი ყამალეკი, მისი მეზობელი, მისი დაუძინებელი მტერი და მან მიიღო ბრძანება გაელაშქრათ ყამალეკის წინააღმდეგ და იცით რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს მეგობრებო, უნდა დაეხოცათ ყველა და უნდა დაეხოცათ ყოველი პირუტყვიც. კიდევ ვიმეორებ, დეტალებს მიაქციეთ ყურადღება. წავიდნენ, მოიგეს ეს ბრძოლა. ყამალეკის დახოცვაზე ისრაელს ხელი არ აკანკალებია, იმიტომ რომ მათ ახსოვდათ მათგან მუდმივი ხოცვა ჟლეტვა. ისინი ხოცავდნენ ებრაელებს, ისინი ხოცავდნენ მათ შვილებს, მათ ფეხმძიმე ქალბატონებს. ამიტომ ეს არ გაჭირვებიათ, მაგრამ იცით რა ქნეს ვიფასებო? ამ ერს ყავდა დიდი ნადავლი. უამრავი ჯოგები. ადგენენ და თქვეს, მოდი საუკეთესო ხარჯროხას წამოვიყვანთ და ღმერთს შევწირავთ. ღმერთმა თქვა, დახოცეთ. ყველაფერი დარისხებულია. ყველაფერი დარისხებულია. ვკითხულობთ 22-23-ში. მაგრამ მიუგო სამუელმა და იცით მეგობრებო, თუ აქაც არ წაიკითხავთ მისი განაცხადი, როცა სამუელი დაინახა, საულმა უთხრა, შევასრულეო ღმერთის ბრძანება. და სამუელი რაღაც ისეთ კითხვას უსვავს ნართაულს, გამოსაჭერს, ეს ბღავილი რა ისმისო? თორემ ამ ჯოქს თავისი ხმა ჰქონდა, ხო? აჰა, ესო, ეხლავე აგიხსნიო, ცოტას გავალამაზებ. რა ვიცი, ვიფიქრეთ, რატო უნდა დაგვეხოცაო, კაცო, ამ ხელა ქონება არისო და აი წამოვიყვანეთო, რომ შენ ღმერთს შევწიროთო. და შეხედეთ ღმერთის გაცხადებული სიტყვა. მაგრამ მიუგო სამუელმა განა ისევე ეამება უფალს სრულად დასაწველნი და მსხვერპლნი, როგორც უფლის ხმის მორჩილება.
ნახეთ მეგობრებო, შავით თეთრზე. ღმერთი ამბობს, საიდან იფიქრე? რატომ გადაწყვიტე? ესე იგი უგუნური ხარ, ჩემს ნებას არ წუდები. საიდან ისწავლე, რომ ღმერთს შეიძლება მოეწონოს რაღაცა მსხვერპლი მორჩილების საპირწონედ? ხვდებით რა არის უგუნურება ახლა? ხვდებით გამოხატულს, როცა წავიკითხეთ ეფესელების 5:17, ნუ იქნებით უგუნურნი, ეცადეთ, შეიცნოთ, ჩასვდეთ ღმერთის ნებას. ადამიანებს ფიქრი გვჭირდება, ჩვენ რობოტები არ ვართ მეგობრებო. როცა იმპულსურად დავდივართ, ყოველთვის გადავალთ ხაზს, იცოდეთ, როცა ემოციას წინ გაყვებით, იცოდე ხაზს გადაკვეთ. მაგრამ დროზე გადმოკვეთე უკან ის ხაზი. მე ტრაგედიას ამაში არ ვხედავ სიმართლე რო გითხრათ, ამით ვინმეს მეგობრებო ცოდვისკენ კი არ ვუბიძგებ, მაგრამ იცით იოანეც ასე წერდა, მინდოდა ეს მუხლებით შემეტანა, მაგრამ ყველაფერი არ გამოდის. ამას იმიტომ წერთ, რომ არ შესწოდოთო. იოანე ასწავლიდა პირველ წერილში, მაგრამ თუ შესწოდავთ, ყავს შუამდგომელი მამის წინაშე. იმპულსი ყოველთვის ასე წაგიყვანს, იმპულსური ქცევა, იცით მეგობრებო, ეს ემოციური ნაწილი. მაგრამ გადმოკვეთე უკან ეს ხაზი. დააბრუნე სტატუს კვო, ყველაფერს დაარქვის სახელი, თქვი რომ ეს ურჩობა არის, მოინანიე ღმერთის წინაშე, ბოდიში მოიხადე ადამიანების წინაშე, ეს არის სწორი ქმედება, ურთულესი, მაგრამ ის რაც მეგობრებო, ურჩების ცხოვრებაში ხდება, ამას ყველაფერი ჯობია. აჰა, მორჩილება მსხვერპლზე უკეთესია. და მოსმენა ვერძის ლურთებზე. რადგან ერთი ცოდვაა ჯადოქრობა და ურჩობა. კერპთაყვანისმცემლობა და თვითნებობა, როგორც შენ უარყავი უფლის სიტყვა, ისე უფალმაც უარყო შენი მეფობა. მეც ახლა ვთქვი, როგორც ცვლის ურჩობა ყველაფერს უარესისკენ. ღვთის ჩანაფიქრი იცვლება კონკრეტული ადამიანის მიმართ, მეგობრებო. ღვთის კეთილგანწყობა იცვლება, წადით, გამოიკვლიეთ, იფიქრეთ და მე თუნდაც ამაზე ვიდებატოთ და ვიკამათოთ. ღმერთმა აირჩია ეს კაცი. როცა მას ირჩევდნენ, ღმერთი კმაყოფილი ამბობდა, შეხედეთ, ნახეთ, როგორია. არავინ არის მის ხალხში, მისი მსგავსი. და თქვენ როგორ ფიქრობთ, მეგობრებო, ღმერთს რაღაცა პრობლემა აქვს ემოციური, რომ უცებ ასე აზრს იცვლის? ამიტომ არის სახიფათო ამ ცეცხლთან თამაში, მეგობრებო, ამიტომ გმართებს გონიერება, რომ ყოველთვის ვეძებდეთ ღმერთის ნებას. შეიძლება მივიღოთ კიდევ ვიმეორებ რაღაც იმპულსური გადაწყვეტილება, მაგრამ ადამიანი ხარ, განსაჯე და დაბრუნდი ხაზის აქეთ. ასეთი მკვეთრი შეფასება მთელ ბიბლიაში არ გვხვდება. რომ ღმერთის თვალში, ნახეთ რამხელა პრობლემა არის ურჩობა, მან თქვა, ჯადოქრობა არის ჩემთვის. კერპთაყვანისმცემლობა არის ჩემთვის. მოდით ნახოთ კიდევ ერთი საყურადღებო ისტორია, ეს ჩვენი ყველაზე მთავარი ისტორია არის და ამით დასკვნისკენ წავალ ძვირფასებო. რამაც ყველა მსმენელი უნდა დააფიქროს. რიცხვთა წიგნი ძალიან დიდი მონაკვეთი იყო. ნაწილი მუხლები ამოვიღე, თუ არ დაგეზარებათ, კარგს იზავთ რომ გაეცნოთ უკეთესად. ეს არის მეგობრებო ისტორია ასეთი ბილყამ ბოსორელის ისტორია, ეს იყო კაცი, რომელიც ებრაელი არ იყო, მაგრამ წინასწარმეტყველი იყო. და იყო ასეთი ერი მოაბი, შეგიძლიათ ძველი რუკები, ბიბლიაში არის ძველი რუკები და თვალი გადაავლოთ, ისრაელის ახლოს ცხოვრობდა, როცა დაინახა, რომ ისრაელი ეგვიპტიდან ტრიუმფით გამოვიდა და მტრებს ამ გზაზე ანადგურებდა, მათ მეფე შეეშინდა, სხვა მეფეებთან გაიარა კონსულტაცია და თქვა, რაღაცით უნდა გაუმკლავდეთ. და რომ ვერაფერი გზა იპოვეს, გადაწყვიტეს, რომ აი ეს კონკრეტული წინასწარმეტყველი წაეყვანათ და მათ ეს სრულწმენა ჰქონდათ, რომ დაეწყევლა ამ კაცს ისრაელი, რომ ამით იქნებ გაეტეხა მათი წინააღმდეგობა. შეიძლება გეღიმებათ, მაგრამ ისინი ამაში იყვნენ დარწმუნებული და დაჯერებულები და აი ასე მოვიდა, გაუგზავნა დელეგაცია ბილყამს და მე ვკითხულობ მე-12 მუხლიდან და გამოვტოვებ მუხლებს არ გაგიკვირდეთ. 12 უთხრა ღმერთმა ბილყამს, არ წაყვე მათ და არ დაწყევლო ის ხალხი, რადგან კურთხეულია იგი. შეხედეთ, როცა ღმერთი ხედავს, რომ ეს მოაბელთა მეფე აგზავნის ბილყამთან დელეგაციას დიდი ძღვენით, დიდი ფულადი ჯარი ჯილდოთი
ღმერთი მოდის და ეუბნება, ნახეთ როგორ ეხმარება უფალე ადამიანს თავის საჭოჭმანო საკითხებში. მე ამის მჯერა მეგობრებო, ღმერთი ყოველთვის ცდილობს ჩვენთან დალაპარაკებას სიტყვით, ვიღაცით, გარემოებით, ის ჩვენს გულზე აკაკუნებს ყოველთვის. იმიტომ რომ ღმერთი არ არის მეგობრო იждდეს სადღაცა ჩუმად ხმას არ იღებდეს და მე რისხვა დაგვატეხოს თავზე, არა. ნახეთ როგორ დაიცვა ღმერთმა ის კაცი უთხრა მივიდა, ვინ არიან ეს კაცები? ეს ეუბნება, აი ამისთვის მოვიდენ, არ წაყვე. არ დაწყევლო ისრაელი. მაგრამ რა ხდება შემდეგში? როცა ამ კაცმა უარი უთხრა შთაგონებულმა ღმერთისგან, კვლავ გაუგზავნა ბალაკმა მრავალი მთავარი. ამჯერად უფრო პატივსაცემნი შეცვალა დელეგაცია, უფრო პატივსაცემი ხალხი შეიყვანა და გაუზარდა გასამრჯელო. მეგობრებო, ახლასაც ახლა წაიკითხავთ, ღმერთმა დაგვიფაროს, მოიცა ეს ანგარებითი დამოკიდებულება, მაგრამ საინტერესოა რა შეფასებას აძლევს თვითონ ბიბლია ახალი აქ თქვა მე ამ ქმედებას. მოვიდნენ ბილყამთან და უთხრეს, ასე თქვა ბალაკმა ციფორის ძემ, ნუ იტყვი უარს ჩემთან მოსვლაზე, რადგან დიდ პატივს გცემ და ყველაფერს, რასაც მეტყვი გავაკეთებ, გთხოვ, წამოდი და დაწყევლე ეს ხალხი. საინტერესოა რას პასუხობს ბილყამი. მიუგო ბილყამა და უთხრა ბალაკის მსახურებს, თუნდაც ოქრო ვერცხლით ავსებული მთელი სახლი მომცეს ბალაკმა, მაინც ვერ გადავალ უფლის ჩემი ღმერთის ბრძანებას, ვერც პატარა საქმეს გავაკეთებ და ვერც დიდს. საოცარია არა, ღმერთს მადლობა. 19. მაგრამ მოდი დარჩით აქ, ღამე გავიგებ კიდევ რას მეტყვის უფალი. აი რაშია მთელი პრობლემა. მეგობრებო, ჩვენ სანამ ახალ აღთქმაში ერთ პატარა მუხსარ წავიკითხავთ, ვერ გავიგებთ რას ერჩის ღმერთი ამ კაცს. ნახეთ რა კარგად მოიქცა. სახლი რო ამივსო ოქრო ვერცხლითო. ვერაფერს ვერ გავაკეთებ, სანამ ღმერთს არ შევეკითხებიო. ღმერთს ნათქვამი აქვს, არ წაყვე. ღმერთს ნათქვამი აქვს, არ დაწყევლო. მაგრამ მკვლევარები ამბობენ ცალსახად და ჩვენ ამას დავამტკიცებთ ახალი აღთქმის თანახმად, რომ მისი გული მეგობრებო რაღაც საზღაურზე იყო უკვე მიდრეკილი. ის ხედავდა ამხელა რაღაც უპირატესობას მასში. და ნახეთ რა სადა თავისი ჭკუით ფიქრობს, რომ ღმერთმა იქნება პასუხი შეცვალოს. ღმერთმა იქნება აზრი შეიცვალოს. ჯერ ამ ხალხს ეუბნება, დარჩით, აბა კიდევ ერთხელ ვეტყვი ღმერთს. ჩვენ ბოლოს მეგობრებო პრინციპებს მოგცევთ სამმოკლე პრინციპს, რომ არასოდეს არ გადახედო. არასოდეს არ გადახედო ღმერთის ნათქვამს. არ გადახედო იმ თვალსაზრისით, რომ გადასინჯო. ეჭვი შეიტანო მასში. და აქ ხდება მე ერთი ბუნდოვანი ტექსტი, რომელსაც თქვენ შეგხვდებით, მე რომ არ მეთქვა. მივიდა ღმერთი ბილყამთან ღამით და კითხა, თუ შენს დასაძახებლად მოვიდნენ ეს კაცები, ადექი და გაჰყევი მათ. ოღონდ რასაც მე გეტყვი სილაპარაკი. აი აქ მეგობრებო მკვლევარები ამბობენ, რომ ძალიან ბუნდოვანი ტექსტია. რატომ ხდება ასე? ღმერთი ეუბნებოდა, რომ არ წაყვე, ეხლა მოვიდა და რადგანაც მისი გული რაღაცისკენ მიდრეკილია, წეხა ფსალმუნში წაგიკითხეთ თუ გახსოვთ, მივეცი უფლება რომ იარონ თავისი გულის სურვილის მიხედვით. ხილათ იყავით ქრისტიანები. ეს ისტორია ჩემთვის არის არ ვიცი, აი რა უწოდო არ ვიცი. ყოველგვარ ადამიანურ სითამამეს ზღვარს უდებს ეს ისტორია, ესე რაღაცის ხო იცით ესე. თითქოს ღმერთი ჯიბეში რო გყავს აქ სადღაცა და ჩვენი ჯინიდან ამოსული ჩვენი ბოთლიდან ამოსული ჯინი როა. აი ღმერთო ღმერთო ახლა ავიკანკალებ ხმას, ან მოვალ და ისე დავალაგებ ჩემს ლოცვას, შენ ხო იცი უფალო, ეს მე რატო ვთქვი, ან რატო გავა. მეგობრებო. ადგა ბილყამი დილით შეკაზმა თავისი ვირი და გაყვა მოებელთა მთავრებს. აღინთო ღმერთის რისხვა მისი წასვლის გამო და დადგა מחვილით მის დასაბრკოლებლად. ძვირფასებო საოცარი იცით რა არის? კაცი მიდის რაღაცაზე გულდაჯერებული. თავის შიგნით გულში აქვს რაღაცა არასწორი მოტივი, მაგრამ სიტყვებით სწორად ლაპარაკობს, სწორ აღიარებებს აკეთებს, თეოლოგიურად კარგად აყალიბებს და მიდის. და ანგელოს უნდა მისი მოკულა ხალხო. აქ არის სწორედ ის ისტორია, ვინც ერთხელ მაინც გექნებათ მოსმენილი ვირმა რომ დაიწყო ლაპარაკი, გამწარებულმა ვირმა, იმიტომ რომ იმდენი ცემა ამ უგუნურმა კაცმა ვირი ხედავდა מחვილით ანგელოს, რომელსაც მოკლა უნდოდა ბილყამისა, იმიტომ რომ ღმერთის რისხვა აღინთო წერია. ხო და ეს ვირი არ მიდიოდა იმ გზაზე და ეს ურტყავდა და ალაპარაკდა ვირი მერე და ახალი აღთქმაც გვეუბნება ვირმა დაიწყო ლაპარაკიო და აკყვეთაო წინასწარმეტყველის სიშლეგე. ერთადერთი იქ ვისაც
ამ კაცის სიცოცხლე აინტერესებდა ვირი იყო და მასაც კი სცემდა. ხანდახან ისე გვიბნელდება გონება. იმდენად გვინდა გავიაროთ იმ გზაზე, რომელიც გზაზეც არ უნდა გავიაროთ, მე მწად ვართ გავანადგუროთ ყველანი იქ, ვინც შეეცდება ან რჩევა მოგცეს ან რაღაცა. ეუნება მას უფლის ანგელოზი, რად სცემე ვირი სამჯერ, აჰა, შენს დასაბრკოლებლად გამოვედი, რადგან უკუღმართია შენი გზაო ჩემს თვალში. ეს არის 32 მუხლი. ღმერთმა უწოდა უკუღმართობა, მეგობრებო, ამას მიაქციეთ ყველა ამ ტერმინებს ყურადღებაც, ეხლა ვთქვით ამის შესახებ. ახლა ღმერთმა ასეთ ურჩობას უწოდა უკუღმართია შენი გზა ჩემს თვალში. და ღმერთი დგას მის გზაზე. გესმით ახლა რატომ წერია, მეგობრებო, ახალ აღთქმაში ღმერთი ამ პარტავნებს ეწინააღმდეგება თავდაბლებს მათს ანიჭებს. მეგობრებო, ვინც ირჩევს საკუთარი სურვილს მიყვეს, საკუთარ ნებას საყვეს, ვისაც ასე შეჯერა, ვისაც ასე დააჯერა, ვისაც ასეთი თეოლოგია აქვს, ამ პარტავნულად იქცევა და წერია, რომ ღმერთი მის გზაზე დგება წინააღმდეგ. თავდაბლებს ანიჭებს მადლს. აი ამ ისტორიიდან მინდა გამოვკვეთო, მეგობრებო, სამი საკითხი, რაც დაგვეხმარება თავი ავარიდოთ ურჩებას. ამით ვამთავრებთ. სამი პატარა საკითხი ამ ისტორიიდან, ამით უნდა აარიდოთ თავი ყველა ურჩობას. პირველი, არასოდეს შეიტანო ეჭვი ღმერთის ნათქვამში. არასოდეს გადახედო ის, ასე კი ვიცი, ასე კი წერია, მაგრამ არასოდეს. ამით მოექცევი პატივით ღვთის ნათქვამს, თუ არასოდეს ერთშარ შეიტან. ის დროში არ ძველდება ძვირფასებო. ასე დეტალებსაც კი თუ ღმერთი ამბობს და თუ ღმერთი დეტალებზე ლაპარაკობს, მიიღე ღმერთის ნათქვამი ასე. ვიმეორებ, რომელი საუკუნეა გარეთ, ამას არ აქვს მნიშვნელობა, არასოდეს არ გადახედო მას. არასოდეს არ შეიტანო ეჭვი ღმერთის ნათქვამში. ბილყამს ღმერთმა ცხადად უთხრა, რომ არ დაეწყევლა ისრაელი, მაგრამ ის ფიქრობს, იქნებ ღმერთმა სხვა პასუხი გასცეს. მე ვფიქრობ სამწუხაროდ, რომ ჩვენ გვაქვს მსგავსი პრაქტიკა, შესაძლებელია, როცა ცხადია ღმერთის ნება და ჩვენ კიდევ ლოცულობთ. ჩვენ კიდევ რაღაცას ვიბრძვით. ნახეთ, რას ამბობს მეორე პეტრეს წერილი. მეორე პეტრე 2:15 ბილყამის შესახებ. ბილყამმა შეიყვარა უკეთურების საზღაურიო. იუდაც ამბობს თავის წერილში. სთომილებაში ვარდებიანო და მიყვებიან ბილყამ ბოსორელის გზაასო. და გამოცხადების წიგნში წერია კიდე, მეგობრებო, რომ მიყვებიან ბილყამის მოძღვრებასო. შეხედეთ, ეს ბუნჩულა კაცი თურმე, მეგობრებო, შინაგანში რა ქონდა? იმდენად დიდი იყო საზღაური, იმდენად დიდი იყო ჯილდო. აი ამ საზღაურმა დააბრმავა პეტრეს თავისით არ უთქვავს, ეჭვიც არ შეიტანოთ, სულიწმინდა აღძრა პეტრე, რომ ეკლესიისთვის მიეცა სწავლება ბილყამის სთობილებაზე და მან თქვა, შეიყვარა უკეთურობის საზღაური. ამ საზღაურს დახარბდა. მეგობრებო, მან იქ ბოლოს რაღაცა დიდიადი წინასწარმეტყველება წარმოთქვა ღმერთისგან, მაგრამ თუ გადაშლით რიცხვთა წიგნს 31 თავთან, აქ წაიკითხავთ, რომ ებრაელებმა როცა მოაბი დაამარცხეს ომში, მოძებნეს ბილყამი და მოკლეს. ხო საოცარია, კაცმა იმ ბოლო დროს თითქოს აზრი შეიცვალა, აკურთხა ისრაელი, მაგრამ მე წაგიკითხავთ რიცხვთა წიგნის 31:16 განა ბილყამის რჩევით არ აწტუნეს მათ ისრაელის ძენი? თურმე რა ქნა ამ კაცმა, ვერ მიიღოს გასამსჯელო იქ, წარმოთქვა წინასწარმეტყველება ისრაელის სასიკეთოდ, მაგრამ როცა დაბრუნდა, როგორც ჩანს, დაუძახა ამ კაცებს და უთხრა, თქვენი ასულები მორთეთ, მოკაზმეთ, გამომწვევად ჩააცვით და გაუგზავნეთ ებრაელ ყმაწვილებს, ისინი მათთან შევლენ, ისინი მათთან დაიწყებენ არასწორ ურთიერთობებს და დამარცხდება ისრაელი. ეს ურჯულუება ასწავლა უკეთურობის საზღაურის შემყარებელმა, რადგან უარი ვერ თქვა ამ ყველაფერზე, რადგან მისი გული დაიკავა აი ამ უკეთურობის საზღაურმა, მისმა დაკარგვა, მეგობრებო, და რჩევები მისცა და ებრაელებმა მოკლეს ის იმის გამო, რომ მანაც თუნა მისი რჩევითაც თუნეს მოაბელებმა ისრაელი. აი სად გადავიდა, მეგობრებო, ეს პატარა გულში გაჩენილი აზრი, რა შედეგები წარმოშვა.
პირველი მეფეთა 13:21-22 ამასაც ძალიან მოკლედ მოგიყვებით მეგობრებო, ისტორია ვითარდება ასე, ისრაელის სამეფო გაიყო ცუდი მეფის გამო, ეს იყო სოლომონის შვილი, რომელიც ცუდი კაცი იყო, მამამისის კვალს არ მიყვებოდა, დაიწყო იქ რომ მე თქვენ ახლა ბევრ ხარკს გადაგახთევინებთ, მე ასე ვიზავ, მე ისე ვიზავ და დაკარგა 11 ტომი ისრაელისა, მეგობრებო. ერთი იუდას ტომი შემორჩა. ხოლო ამ დანარჩენ 11 ტომში ერთ-ერთი მეფე გაამეფეს, არასწორი კაცი, არაღვთისმოშიში ადამიანი, რომელმაც თავის ბინძურ გონებაში ჩათვალა რომ თუ კი ახლა ისრაელი ისევ იუდაში იulis ტაძარშიო, ეგენი მაინც ერთიერი იქნებიანო და ორი ხბო ჩამოასხა და უთხრა ესენია თქვენი ღმერთი, ამათ ეცით თაყვანი. აი ასე წავიდა საქმე და ამ დროს იუდადან მოდის ღმერთისგან გამოგზავნილი ღვთისკაცი. ასე წერია ამ ისტორიაში. წინასწარმეტყველი, რომელმაც უნდა იწინასწარმეტყველოს, რომელმაც უნდა უთხრას იერობყამს, რომ არ იქცევა სწორად, მან თვითონ ააშენა სამსხვერპლო, მერე დადგა იქ, შესწირა მსხვერპლი, მოვიდა ღვთისკაცი ასე ქვია. წინასწარმეტყველი. და იწინასწარმეტყველად დაინგრევა, რასაც აკეთებ, იერობყამა ბრძანაო, შეიპყარითო, ხელი გაუხმა, ისტორიას გიყვებით. შეეშინდა, შეეხვეწა, ილოცეო განვიკურნო, ილოცა განიკურნა და ეხლა ეუნება წამოდი, საჭმელი უნდა გაჭამო, საჩუქრები უნდა მოგცე. შეძრულია, მაგრამ ამ კაცს ღმერთისგან აქვს სიტყვა ნათქვამი. არ შეჭამო პური არავისთან, არ დალიო წყალი არავისთან და იმ გზით არ დაბრუნდე, რომელი გზითაც მოხვედი. იცით მეგობრებო, დეტალები, მოიცა, ეს ღმერთი კაცო რა ადეკვატურია. და ამ კაცმა უთხრა, ვერ წამოყვები, იმიტომ რომ ღმერთმა მითხრა რომ არ შევჭამო, ღმერთმა მითხრა რომ არ დავლიო და გააგზელა თავისი გზა. მეგობრებო, ეს ისტორია ნახეს ვიღაც ახალგაზრდა ბიჭებმა, რომელთა მამაც იყო მოხუცებული წინასწარმეტყველი. ეს შვილები მოვიდნენ და მამას მოუყვენ, რა მაგარი რაღაცა ვნახეთ მამა, წინასწარმეტყველი ჩამოვიდა იუდეიდან. ასეთი სასწაული მოახდინა, მერე მეფე ეხვერწებოდა, წამოდი საჭმელი ჭამეო, მან უთხრა არ შევჭამო, იმიტომ რომ ღმერთმა ამიგზალაო. არ ვიცი ამ კაცის თავში რა ხდება, ესეც ბუნდოვანი ტექსტია, ის ეუნება, რომელი გზით წავიდა, მასწავლეთ. შვილებმა უთხრეს ამ გზით, გამოეკიდა, დაეწია, ეუნება ღვთისკაცი შენ ხარ იუდადან, კი? წამოდი ჩემთან საჭმელი ჭამე, ის კაცია ვერ წამოვალ, ღმერთმა ამიგზალა. ეს კაცი იცით რას ეუნება? ანგელოზი გამომეცხადა, რომელმაც მითხრა რომ უნდა წამოხვიდე ჩემთან ახლა უნდა ჭამო და იქვე წერია იცრუაო. არ ვიცი რატო იცრუა. არ ვიცით ადამიანები რატო არ იქნებიან ჩვენთან გულწრფელები. ჩვენ ხანდახან ყველაფერს ასე, ხო, იმას რო ასე, ამას რო ისე, ვაიმე მე გარემოების მსხვერპლი ვარ. ეს კაცი წავიდა შეგნებულად იცრუა და ამით გამოიცადა ეს კაცი დარჩებოდა თუ არა ღვთისნებაში და ღვთის გეგმაში. ხვდებით? წავიდა შეგნებულად ტყუილით ადამიანი, რომ გამოცდილიყო ეს კაცი. ვერ გაუძდო ცნუნებას. იცით რა უთხრა ამ კაცმა? მეც შენნაირი წინასწარმეტყველი ვარ და ანგელოზმა მითხრა, რომ ჩემთან უნდა წამოხვიდე და ჭამო, წაყვა. დაჯდა, დაიწყო ჭამა და ეხლა რა ხდება? აი ეს მუხლები ამოვიღე მხოლოდ რა ვქნა? რომ ჭამდნენ. სული გადმოვიდა მატყუარა წინასწარმეტყველზე. დაუყვირა იუდედან მოსულ ღვთისკაცს და უთხრა: "ასე ამბობს უფალი. რა კი ეურჩე უფლის სიტყვას და არ დაიცავი მისი ბრძანება, რაც უფალს შენს ღმერთს ჰქონდა ნაბრძანები, მობრუნდი პურიჭამე წყალიდალიე იმ ადგილზე, რომელზეც გითხრა პურს ნუ შეჭამ და წყალს ნუ დალევო, ამიტომ არ ჩავა შენი გვამი შენი მამების საფლავშიო." წავიდა ეს წინასწარმეტყველი, მეგობრებო, და ლომა დაგლიჯა გზაში. მოუტანეს ამბავი ვიღაცემა, რომ ეს წინასწარმეტყველი ამ ხელა ამბავი, რომ გზაზე აგდიაო, ლომიზისო, არც კაცი შეჭამა, არც ახედარი ლომა. უბრალოდ მოკლა. წავიდა ეს კაცი, წამოიყვანა, დაასაფლავა, იგლოვა, იტირა და თავის შვილებს დაუბარა, როცა მოუკვდებიო ამ კაცის სამარხში და მარხეთო, იმიტომ რომ რაც მან თქვაო, ის აუცილებლად შესრულდებაო. ეხლა ლოგიკა. ამ ბოლო დროს ხშირად ვისმენ ხოლმე ამას, იმან რაღაცა შენ იმის სწავლება იცი? რა თქმა უნდა, ეხლა ჩვენც რაღაცას ვასწავლით, მე არ მინდა ასე ვიღაცა დავაბნიო ამით, რომ ისა ჩვენ ვართ ერთადერთი მეტრი სამყაროსი. იმან ასე თქვა. მე წაგიკითხოთ ეხლა პავლემ რა თქვა? გალატელების 1:8-ში პავლე ეუბნებოდა ანგელოზი რომ მოვიდესო და სხვა რამე გითხრას, რაც ჩვენ არ გვისწავლებიაო, წყეულიმ იყოსო. მოიცა კაცო, ანგელოზი თუ მოვიდა, აგერ მოვიდა ანგელოზი. კაცი ეუბნება წინასწარმეტყველი ვარ, გუშინ უფლის ანგელოზმა მითხრა. ყველა ინფორმაცია დაუდასტურა, აიროში ვიცი რისთვისაც მოხვედი, მაგრამ მე მითხრა,
უფლის ანგელოზმა რომ უნდა ჭამოეხლა ჩემთან ერთად. Დამკაცმა თქვა, ხო აბა უფლის ანგელოზმა თუ თქვა და გვერდზე გადადო ის რაც ღმერთისგან ქონდა ნათქვამ. რამეს გეუბნევათ ეს ისტორია? რამეს სიფთხილისკენ გიბიძგებთ ეს ისტორია? ანუ არასოდეს შეიტანო ეჭვი ღმერთის ნათქვამში. არასოდეს გადახედო ის. მეორე, ურჩობის უკან ხშირად დგას ძლიერი სურვილი ან სარგებელი. ურჩობა ჰაერიდან არ ვარდება. ურჩობას თავისი ლოგიკა აქვს. ყველა ურჩობას აქვს თავისი ლოგიკა. ამიტომ ხშირად ურჩობის უკან დგას რაღაცა სარგებელის ძებნა. სარგებელი არ არის ის ბილყამბოსორელის უკეთურობის საზღაური, მე ახლა ფულს მიხდიან ვიღაცეები და საშინელებებს ჩავიდენ, არა, ანუ ჩემს სარგებელს, ან ჩემს სიტუაციისთვის უკეთესი რა იქნება. ნახეთ როგორია ურჩობის ლოგიკა, მოკლედ გეტყვით. ევასთვის თუ წაიკითხავ დაბადების მესამე თავში, როგორც თუნდა ევა იქ წერია, საცქერლად იყო სამო და მიმზიდველად გამოიყურებოდა, იმიტომ რომ შემეცნებას იძლეოდაო. ევას ესე არ მოუწყვეტია ხალხო ხილი. დაბადების მესამე თავში ვკითხულობთ რომ შეხედა და სამური იყო საცქერლად. გემრიელათაც გამოიყურებოდა და პლუს შემეცნებას პირდებოდა. და მოწყვიტა. აი რა არის ლოგიკა ურჩობაში. ბილყამს საზღაურის მიღება უნდოდა. ამის რომ დაემართა, რაც დაემართა. საულს ღმერთზე შთაბეჭდილების მოხდენა სურდა, წამოვიღებ ახლა ამ სხვარძროხას და უფალს შევწირავ. ის თვალს დახუჭავს იმაზე, რომ ერთ პატარა დეტალზე შემომედავება? მოიცა ამ დეტალებს მნიშვნელობა აქვს? კიდევ ერთხელ ანგელოზმაც რომ გახაროთ სხვა რამ, გალატელთა 1:8 არ მოусმინოთ. პრინციპი ურჩობა იწყება მაშინ, როცა ჩვენი სურვილი ღმერთის ნებაზე წინ დგება. და მესამე და ბოლო. ნაწილობრივი მორჩილება არის ურჩობა. მთელი ამ ისტორიიდან გამომდინარე, ჩვენ ვთქვით სამი რამ, რაც უნდა ისწავლო და გაითვალისწინო. პირველი ჩვენ ვთქვით. რა ვთქვით? შემახსენეთ. არასოდეს შეიტანო ეჭვი ღმერთის ნათქვამში. მეორე ჩვენ ვთქვით, ურჩობის უკან ხშირად დგას რაღაც სურვილი ან სარგებელი და მესამე ეს არის ნაწილობრივი მორჩილება არის ურჩობა. როცა საულმა დაინახა სამუელი პირველი რაც თქვა, აღვასრულე უფლის ბრძანება. ხოლო სამუელმა უთხრა, შენ ურჩობა ჩაიდინე. ღმერთის თვალში მცირე დეტალებსაც აქვს დიდი მნიშვნელობა ჩემო ძვირფასებო. სამწუხაროდ უნდა ვთქვათ, რომ მრავალი მორწმუნე აქ უშვებს დიდ შეცდომას, რაც ძალიან ძვირი გვიждდება. დიდება იესო ქრისტეს, ჩვენ ვისაუბრეთ თემაზე, როცა ღმერთი ამბობს არა. თუ ღმერთი ამბობს არას, ეს არა უნდა იყოს ჩვენთვის არა. შემდეგ კვირას ჩვენ ვისაუბრებთ მორჩილებაზე.